რობიკოს ტურუას სპექტაკლზე ვიყავი. ო. ვეფხისტყაოსანზე. ეს რა უნახე ბიჭო რა. ხო და თავიდან მეგონა მე მაჩვები არიან მე მითხრეს ხალხმა რომ ეგ ტიტველი ხალები არიან ეგ არის თქვენ დემოკრატია შემოვიდა ყველანაირ უბედურება აუ მაგას აგიდებენ როგორიც ვინ აგინებს კაცო ვინ არის იგინებ ვისაც არ ეზარება არა კაცო თუ ჩემი ძმა ხარ რა ეს ხო გეუბნ დიდი ეგ არის ყველაფერი ის არის აი ეგ არის ყველაფერი ეს თუ ყველაფერი ის არ არის მარტო უნდა დაისახოს ეს გეგმა კი უნდა დაისახოს პირველად ისეთი რამეები დავინახე უკანასკნელ ხანებში გამოჩნდა უამრავი თვითმხილველი რა არის ეს პარანოია თუ სინამდვილე ზოგმა დაინახა უარყოფითად მაგალითად ბევრმა ადამიანმა თქვა რომ ეს არის გაფარჩაკება რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ეს თვითონ ფარჩაკები იძახიან ხალებიო ესეთი შიშველები არ უნდა ვინ შიშველი სად არის ერთი სცენაა თუ ჩემი სად არის ეს ტყილია ყველაფერი კაცო ტყილია ყველა ვინ ქალები დადიან ერთი ქალია სად ხედავ იქ შიშველს ქალს ტიტველი ქალები მითი თუ რეალობა სამყაროს კიდევ ერთი იდუმალებით მოცული გამოცანა არსებობენ თუ არა ისინი სამარცხვინოა ბიჭო ის ვინც ამაზე ლაპარაკობს LGBT-ს დროშები დადიან და იქ ქალი შიშველი სად არის ის შიშველი ქალი ტყვილი ყველაფერი კაცო მომიშვინეშვილო აგერ უკვე 100 წელს მიუკაკუნე რა არ მინახავ ცხოვრებაში მთელი დუნია ფეხით მოვიარე მაგრამ ტიტველი ქალი არაშოდეს არ მინახავს ტყუილებია ეგ ყველაფერი ტყუილები სად არის ის შიშველი ქალი ტყვილი ყველაფერი კაცო ბუდუარში თინათინის ბუდუარში ავთანდილი ეხუტება თინათინს რა ბუდუარი სადაც არის რა სადაც ერთმანეთს ეხუტებიან და ეპერებიან ერთმანეთს არა ეხუტებიან რა და იმაში არ ეხუტებიან ერთმანეთს უამრავი ფაქტისა და მოვლენის ანალიზის შედეგად ჩვენ შეგვიძლია ერთი რამ დავასკვნათ შორს არ არის ის დრო როდესაც კაცობრიობა პირისპირ შეეჯახება ტიტველ ქალებს რას გვიქადის ხვალინდელი დღე კონტაქტი გარდაუვალია ხო და მაგას ვლაპარაკობ ეს აუცილებლად ნახე რა